ექსპრეს გაშლა მათ, ვისაც არსებულ ვიდეოს უჩვენებს. კონკრეტულად უახლოეს პერიოდში რა სიახლეები გექნებათ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. უახლოეს პერიოდში შესაძლებელი არის გქონდეთ გარკვეული სახის ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ რა განიჭებთ სიამოვნებას, რა არის თქვენი მიმართულება ცხოვრებისეული ფაქტორების კუთხით, სად უნდა იპოვოს საკუთარი თავი. არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით მუშაობთ, ხო? იმის მიუხედავად, რომ შეიძლება კონკრეტული პროფესია გქონდეთ, შინაგანად მაინც შესაძლებელი არის ჩაგერთოთ ფიქრის მდგომარეობა, რომ რა არის შენი გარკვეული სახის მიზანი ცხოვრებისეულად, ხო? რა მიმართულებით უნდა იპოვოს საკუთარი თავი. თითქოს იმას, რასაც აკეთებ, ბოლომდე ის არ არის, რასაც უნდა აკეთებდი, ან შეიძლება ზემოდაც რუტინული თემა იყოს. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ჩაგერთვება გარკვეული სახის ფიქრები, რა შეცვალო შენ ცხოვრებაში, რა მიმართულებით წახვიდე სიტუაციული კუთხით. ასევე რაღაცა მომენტში იქნება გარკვეული სახის სიახლეები იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი არის თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ისეთი ადამიანების კატეგორია, რომლებთანაც გარკვეული სახის კომუნიკაციის შემდეგ მოვიდეს გააზრების მომენტი, რაღაცა სრულიად სხვანაირი თვალით შეხედო. ასევე ახალი ნაცნობობის თემა შესაძლებელი არის მოხდეს, რის საფუძველზეც გარკვეული სახის დიდხნიანი, ასე თქვათ, ჩანაფიქრები, რაც შეიძლება და რო გქონოდა სიტუაციურად არ გამოგდიოდა, გარკვეული კუთხით დაგეხმაროს ადამიანი ან გამოვიდეს სიტუაციები, რაშიც აქამდე გაჩერებული იყავი, ხო? ანუ დიდი ხანია უკვე რაღაცა სიმარტოვის პოზიციაში შეიძლება იყო შინაგანი მდგომარეობის კუთხით და შესაბამისად უახლოეს პერიოდში იქნება ისეთი თემების დაძვრა, რაც აქამდე გაყინული და გაჩერებული იყო სიტუაციების კუთხით. ასევე უფრო მეტად იქნება დაფასებული შენი შრომის მდგომარეობა და მეტად იქნები გადართული საქმიანობის თემაზე. იქნება ეს პირობითაც სამსახურეობრივი სიტუაციებიც მუშაობთ, იქნება რაღაცა სახლის სიტუაციები, თუ ნებისმიერ მიმართულებიდან უფრო მეტად დაფასებული იქნება თქვენი შრომის მდგომარეობა და უფრო მეტად შემჩნეული იქნებით. და მოდი რჩევა ზოგადად არსებულ სიტუაციაში. შენ თავში უნდა იპოვო უფრო მეტი ძალა და უფრო მეტად უნდა განავითაროს საკუთარი თავი. უნდა დაფიქრდე რეალურად რაში არის შენი ძალა, როგორ უნდა განვითარდე უფრო მეტად, რომ უფრო მეტად ძლიერი იყო. აიმაღლე თვითშეფასების მომენტი, აიმაღლე შინაგანი ძალის მდგომარეობა, ხო? მეტად ირწმუნე საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების და შემდეგ უკვე გექნება გარკვეული სახის, ასე თქვათ, მდგომარეობა, როდესაც გაიაზრებ იმას, რომ რეალურად სიტუაციურად შენვე შეგეძლო ყველაფერში საკუთარი თავის დახმარება. ანუ ნახე, უნდა გაიაზრო ის, რომ როგორც არ უნდა რთული სიტუაციები იყოს, ბოლოს მაინც საკუთარ თავთან მარტო რჩები შენ. და ასევე არ დაგავიწყდეს, რომ რაღაც მომენტებში დასვენების მომენტიც საჭირო არის. რაღაც საინტერესო თემების მიმართულებით წასვლა, თუნდაც შეიძლება იყოს რაღაცა შეკრებების ეს ზიარული, შეიძლება იყოს მუზეუმი, შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული სახის წვეულებები, ანუ მარტო ნუხარ რუტინულ თემაში სახლის სამუშაო, რაღაც სხვა მიმართულებით უნდა წახვიდე, ეს საკმაოდ დაგეხმარება შენ და გექნება გარკვეული სახის სიამოვნების შეგრძნებები, ესე ვიტყოდი, ხო? შეიძლება ბოლომდე ოცნებები ისევე რა იხდინო, როგორც ჩაფიქრებული ქონდა, მაგრამ უფრო მეტ სიამოვნებას მოგაჭინებს, უფრო მოგანიჭებს, უფრო მეტად სასურველად იგრძნო თავს.